გამარჯობათ და დღეს ჩვენს მეცნიერთა კლუბში კვლავ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. ეს გახლავთ ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი, რომლის რეგალიების და იმ სამსახურების ჩამოთვლა, რომელიც მან გამოიარა თავისი ცხოვრების გზაზე, ძალიან შორს აგვიყვანდა, ამიტომ ჯობს დაგუგლოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სია და ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო ნიკა ყველა შენი სამსახური პრინციპში მე შენთან ერთად მომიწია ერთხელ აი საჯარო სამსახურში როცა იყავი მაშინ ურთიერთობა ეს იყო მე პირადად მუზეუმების პროექტი იყო მაშინ და ქუთაისში საკმაოდ კარგი მასალები ჰქონდათ პალეონტოლოგიური არ ვიცი ახლა იმ მუზეუმის ბედი როგორ გადაწყდა ნუ ამაზე გზადაგზა ვისაუბროთ მანამდე ვიყავით ჩვენ ერთად ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე ეს იყო 2000 წელი მე მინდა პირველ რიგში და ყველას ამას ვეკითხები რატომ აირჩიეს პროფესია რატომ ისტორიკოსობა და რატო თქვა სხვა არა გამარჯობა ვაშო კიდევ ერთხელ მადლობა ესე დახასიათებისთვის და ეს ისტორიკოსობა და ხელოვნებაცოდნეობა რაღაცნაირად ხო იცი რომ დაგეცემა ესე მოგვივიდა იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და თლიანად ჩემი ოჯახის ტრადიციიდან გამომდინარე ძალიან არასაბჭოური ცხოვრების წესი ჰქონდა რაღაც ზურგშექცეული საბჭოთა კეთილდღეობასთან და ამიტომ ყოველთვის რაღაცა სურვილი რომ შენ ქვეყანას გამოადგე და არა საბჭოთა კავშირს ამიტომ რაღაც უკვე ჯერ სკოლის მოწაფეები ვიყავი და სამეგობრო ჩემი რომელიც მათი ოჯახების ტრადიციიდან გამომდინარე სიძველეების კვლევარები ხელოვნებაცოდნეები ხო და რაღაცა ბავშვობიდან სულ ხარაჩო სულ ძველი წარწერები ერთმანეთის წერილების წერა და ერთ დღეს ეგეთი დღეები არ ვიცი ადამიანების ცხოვრებაში არის ხოლმე სულებით ბედნიერი დღე როცა რაღაც კიკეთის უღრან დღეში მივიდოდით ბალღები რაღაც გზადაკარგულები და გადავაწყდით ამ რაღაცა უღრანში და მაშინ მიტოვებულში ულამაზეს ეკლესიას გათლილ გაცისკრონებულს და თამარის წარწერით და რაღაცა მაშინ აი მეხირო დაგეცემა ესე მომივიდა და მივხვდი რომ ეს იყო ჩემი ცხოვრება და ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება და ასეც გამოვიდა იმიტომ რომ მე უკვე ამ ნივთიერი კულტურის კვლევა მისი რაღაცა ისტორიული გამჭოლობის დაკვირვება და ეს არის შვება მინდა გითხრა იმიტომ რომ ამ წუთისოფლის ქართეხილში ეგეთი რაღაცეები ძალიან გამაგრებს მთავარზე საფიქრალს გიჩენს და არ ახარ მიბმული რაღაცა წარმავალ სიშტერეებს ასე ვთქვათ ამიტომ მადლობელი ვარ ღმერთის და ჩემი მეგობრების და ჩემი ოჯახის რომ რაღაც ეგეთი პატარა ხვედრი გვერგო მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საგამცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. სამხატვრო აკადემია ჩემი გადასარევი პედაგოგები, ბატონი ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი, ლეორჩეული, ნუ რა ვიცი, აი ნაღები მართლა საერთაშორისო დონის მეცნიერების და დასთავარია თავის საქმეში შეყვარებული ხალხის ახალი თაობა და ნუ ისეთი რაღაცა ეს კარგი გამოვიდა რაღაცა ტალღა, რომელიც დაცული იყო ამ კომუნისტური რაღაცა სიბინძურისგან თუ რამე კარგი ჰქონდა საქართველოს მეცნიერებას გასაბჭოებამდე აი ეს ხალხი იყო რომელიც ატარებდა აი ამ ტრადიციას და მეც საბედნიეროდ ხო ეს ოაზისები არსებობდა საბედნიეროდ ხო ეს აი ეს პატარა კუნძული კიკი და ნუ ისეთი მართლა თუ წარმოიდგინე საქართველოს თუ რამე სიძველეებზე შეიძლება აკადემიური მოძებნო სულ ამ ხალხის შექმნილი აქვს ფაქტურად სკოლის დამაარსებლები გიორგი ჩუბინაშვილის მოთავებით და ისეთი ფორმა თვალი რომელიც რაღაცა ძალიან სწორს ხედავს მაგალითად დროში ხელოვნების შემქმნელში სკოლაში აი ისეთია ქართული სახელმწიფო სკოლა ძალიან ისეთი მაღალ რეიტინგულია როგორც იტყვიან და მეც საბედნიეროდ ამ
ამ სკოლას მერე ჩუბინაშვილის ინსტიტუტი, მერე პირველი მაშინ იწყებოდა ამ ძეგლთა აღნუსხვა საქართველოს ენციკლოპედიაში, იქიდან ექსპედიციები, აკადემიის ექსპედიციები, სამეგობროს ექსპედიციები და ფაქტურად გამოდიოდა რომ სულ საბედნიეროდ ეს დღიურებს წერდი სულ და ეს დღიურები ეხა უკვე გაციფრულების ბოლო იმაზე ვარ და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იმდენია ნანახი, იმდენია სიძველე მოვლილი, იმდენი რომ მათზე ფიქრი ხო შეიძლება იქ არასწორია, შეიძლება ნედლია, მაგრამ საყრდენად ყოველ შემთხვევაში ხა მაგის გამოცემაზეც ვიფიქრებ ნელ-ნელა ფოტომასალას თან ახლავს და ეს გამოდის კარგი კომბინაცია, რომ იქ მიღებული ინფორმაცია, დაკვირვებები, ფიქრი, რომელსაც აფიქსირებ და თან ფოტო დოკუმენტაცია ამის შესახებ და ეს ისეთია. კარგია, ეხლა რუყაზეც ვფიქრობ, რომ რაღაცა გეოსაინფორმაციო სისტემაში ამის ინტეგრირება, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ბევრი ძეგლი შეისწვალა, მერე რაღაც მისიზრამ, ბევრი შეცვალა 90-იანი წლების და ისეთია, საკმაოდ მდიდარი მასალა გამოდის და ესეც ის არის რა, მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან საინტერესო იქნება, ხო, იმიტომ რომ მეც რაღაც პერიოდი მეც მე ხა სულ ექსპედიციებში ვიყავი და არ მეზარებოდა ვაწარმოებდი დღიურებს და მხოლოდ ერთი ბლოკნოტი შემომჩა იმ დღიურებიდან და ის ხა ვკითხულობ ხოლმე ძალიან გული მწყდება. და ნიკა შენი ძირითადი იყო მე მგონი სამცხე-ჯავახეთი როგორც ვიცი. ფაქტურად ეს გარემოა ისეთი რომ აი ესეთი ლანდშაფტი, კულტურული ლანდშაფტი ეხლა რასაც ეძებდეს ძალიან ინფორმატიულია, ძალიან არქაულია, ძალიან დამოხტულია, ძალიან ემოციურია და ძალიან ბევრი თავგადასავალია ასახული. ჯავახეთში რომ მოხვდი პირველად, ჩემი რაღაც კავშირგაბმულობის მანქანა იყო ერთადერთი და მარტო მოგზაურობდი ანჩქუას ათქუნდა, როგორ ვისკავდი, რა ვიცი, ეხლა კიდე არა უშავს, მაგრამ მაშინ და ვეგდე ეხლა ამ საბარგულზე და გააჩერდებოდა სადღაცა მიყრუებულ ფუნით სავსე სოფელში და გადმოხდებოდი ამ ძარიდან და რაღაცა შედევრების ქვეყანაა, ისეთი ტაძრები, ისეთი მეგალითები, ისეთი ხიდები, ისეთი სიმაგრეები, რაღაცა და ლანდშაფტი თვითონ გეოლოგიურად საოცრება, ხო, ახალგაზრდა ვულკანიზმი და ეს ყველაფერი ერთად აქტოვანება და პირველი ისეთი ფართო პუბლიკაციები ჩვენიც იყო ამ მეგალითურ ძეგლებზე, აბულზე, მაგალითად შაორზე და ხო და ეხა ისეთ პოპულარულია, საერთოდ მენეჯმენტის გეგმა არ არის მისი მოვლის. ამიტომ თითოეული ექსკურსიის გადავლა რაღაცა დანაკარგს იწვევს იქ, იმიტომ რომ მშრალი წყობა, იმიტომ რომ ეს მეგალითები ძალიან ისეთია, თუ ერთხელ დაიძრა, მერე მის თავდაპირველ ადგილს შენ ვეღარ პოულობ, დოკუმენტირება ისეთი როგორც საჭირო არ არის, ნაკადების ის არ არის, მუზეუმ ნაკრძალები არ არის, მენეჯმენტი არ არის და ეხლა ცოტა ვფიქრობ, რომ ხო, მაგრამ მაინც გასაკეთებელია ეგ რაღაცეები თვითონ. მაგრამ ეგ არის ზოგადად საქართველოს ეკონომიკა, მეორე მხრივ მომავლის ეკონომიკა, იმიტომ რომ ის გასაჭირი, აი აბსურდია, რომ ჯავახეთში, სამცხეში იყოს და მთლიანად საქართველოში, ხო, გასაჭირი იყოს, როცა გაქვს ასეთი თუნდაც ჭიქიანის მთა წარმოიდგინე, შენთვის ძალიან კარგად ნაცნობი და თელი ეს პრეისტორიული ოფსიდიანის სახელოსნოები არის გამოტენილი. აქაც ატენშორის ჩვენ ხა ამერიკაში ერთ-ერთ ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გავაკეთეთ მისი აქ ატენში უპოულობ, ეხა სადაც ვარ ამ ოფსიდიანის არტეფაქტებს გავაკეთე პირდაპირ ჭიქიანიდან წამოსული. ანუ ეს იყო მაშინდელი ეკონომიკა, მაშინდელი ბრუნვა, აქაც არის ეს სახელოსნოები და აი ხა სულ ვფიქრობ, რომ აი ვთქვათ ჭიქიანში უნდა გავაკეთოთ ერთი დიდი საერთაშორისო მუზეუმი ამ ოფსიდიანის, ხო? იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ერთი პერიოდი ძალიან ეზიდებოდნენ ამ ოფსიდიანს, განსაკუთრებით იქ ხო სამი ტიპის ოფსიდიანია, შავიც არის, ვარდისფერი ჩანართები და მოყვითალო ჩანართები. ხო. გული წყდებოდა, იმიტომ რომ ერთი ორჯერ რო ვიყავი, აი ესეთი დიდი საპირთო მანქანებით გაქონდათ ეს უზარმაზარი ლოდები ამი. არა, ეს არის და გასაცავი ამბავია, რაღაცა გასაფრთხილებელი ამბავია და სწორედ გამოსაყენებელია, რაც თავარია. ასე ვიღაც მოვიდეს და დატვირთოს და წავიდეს ეს იცი რა ბოლო იმის გაკეთებად შეიძლება, აი მაგალითად ოფსიდიანი ნაპოვნი არის იმერეთის მღვიმეებში, ხო? ნუ ის იყო ძალიან ძვირფასი ფაქტიურად სამჭედლო იყო იქა, მაშინ რკინა არ არსებობდა და ამით იდეალური იარაღი იყო და
აი თქვათ იგივე ბილიკი ამ ნეანდერტალელის როგორ დადიოდა ყოველგვარი GPS-ის გარეშე ხოლმე რამდენი კილომეტრია, ნუ ეხა პირდაპირზე რო აიღო ალბათ 300-ია, მაგრამ ამ მიყოლ მოხოვლებში ამ ტაცებელი ცხოველების გარემოცვაში, ამ იმაში მიდიოდა სპეციალურად იქ ამუშავებდა და მე მოქონდა. იცი რა, ეს პრეისტორიული კულტურა, ხო, ობსიდიანით, ამ არტეფაქტებით, ამ განამარხებული ძვლებით, პირველყოფილი ადამიანის კვალით. ეხლა ეს, როგორ შეიძლება ეგ არ იყოს გეგმაზომიერი კულტურის პოლიტიკის მიღმა და აქცენტი მასზე მთელი გაჭირვებული იმერეთი წარმოიდგინე, ეხლა რომ იმაში მიხვალ, რა ქვია, ჭიათურაში და საჩხერეში და მაინც ეს გაზაჭირი და მაინც ვერ ამოვედი, აი თუნდაც ეს ტურიზმი, ხო, არქეოლოგიური ტურიზმი პირდაპირ ზედგამოჭრილი. ხა 2011-ში დავიწყეთ მაგაზე გემახსოვრება შენს მარშრუტები ნიკა თუშაბრამიშვილი ჩვენი მეგობარი, ხო, აც გარდაცვლილი ჩვენ რომ აი ეს ყოფილიყო ეკონომიკა ჩვენი, არა მარტო ქრისტიანული, არამედ ქვედა, პირველი ეხა ეს პურის ამბებიც ხორბლის და დომესტიკაცია აზიისედაც გვაქვს და ეხა ეს კიდე ბევრი სიურპრიზი იქნება, ნუ ნამდვილი კულტურის და მისი კულტურული მემკვიდრეობის რაღაცა საოცარი არეალი გვაქვს, საოცარი თან მითომეტეს ნიკა მიცოდა ძალიან კარგად ახლა საფრანგეთში და თქვათ ესპანეთში და იქ ასეთ არეალებს როგორ ულიან და როგორი მისვლა-მოსვლა არ ქვია იმას რიგები დგას ავტობუსებიც რომ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ისეთნაირად არის გაკეთებული ხა ზოგიერთი მღვიმის ლასკოსი მაგალითად ასლია გაკეთებული რომ ის არ დაზიანდეს და ზუსტად ერთი-ერთზე გადმოტანილია თავის ნახატებიანად. სწორედ მაგალითად იმას ვფიქრობდი ხა მეღვინეობა ხო და ეს გადაჭრილი გორა და პირველი ციფრები და ქვევრი ხო? ხო და ეხლა ჩვენ რომ ეს ცოტა უფრო ისე შევხედოთ, კიდე უფრო ფართოდ თქვათ, როგორ არქიტექტურულ ანსამბლში აი რაღაცა ურბანული ცენტრი დავარქვათ, სადაც ლავი ჯავახიშვილი თხრიდა და დღესაც ითხრება. ფაქტიურად იქ დგინდება ის თვისებები, რომელიც ჩვენს კულტურას მოსდევს პირდაპირ აი დღემდე, 20 საუკუნემდე მაინც. მის ეგ ქრისტიანული ანსამბლების რაღაცნაირად დაგეგმარების სპეციფიკით აი რაღაცა ეხმაურება აი იმას. ანუ ეს კულტურა, რომელიც ვიღაც მოვიდა, გააკეთა და გახრა და წავიდა კი არა, ეს არის მართლა აკვანი, რომელიც სულ გადაძახილებით არის, ხო? ენობრივი მონაცემები, რომელიც დალექილია იქ იბერიულ კავკასიური, რომელიც დღემდე არის, თქვათ, ჩრდილო კავკასიის ენებში, ხო და ეს გამოქვაბულები სწორედ ამ კულტურის ნაწილი არის. აი, ეს ყველაფერი არის სულ კავშირში. რა ვიცი, ბექა ოპიზარით შეგიძლია განიხილო და თამარი ჯვარიც კი შეგიძლია განიხილო იმ ესთეტიკიდან, იმ ესთეტიკურ რაღაცნაირ გამჭოლ ერთიან თვისებებში, რომელიც საქართველოსთვის არის ნიშნეული, ხო? იმისე არ იყოს ხრამის ხეობაში, რომ ნახატებია პირველყოფილი პეტროგლიფები. მან ადგენენ რაღაც კომპოზიციურ ნიშან თვისებას და რაღაცა მახასიათებლებს პირდაპირ ფიროსმანაშვილის, მაგალითად, არ ვიცი, აგერ მერაბ აბრამიშვილის, მაგალითად, ირაკლი სუთიძის, მაგალითად, ლევან ჭოღოშვილის. ანუ ეს ცოცხალი კულტურაა რეალურად. და მე ეგ არის განათლების ხერხემალიც არის, ხა რეგიონში რომ სკოლები არ მინგრეული მაგალითად და კორუფციამ შეჭამა ყველაფერი და ბავშვები დაყავთ 5 კილომეტრზე და ფაქტიურად ფორმალურია სწავლება და ავტობუსით მიყავთ საღამოს მერე ძლივს მოყავთ ეს ბავშვები რა უნდა ისწავლონ სულ გზაში არიან ხო მაგრამ რეალურ კარგ ქვეყანაში რო წარმოიდგინო ეს ისეთი თემატიკაა აი დეცენტრალიზებული განათლების სისტემა რო წარმოიდგინო კარგი სკოლები, კარგი ინფრასტრუქტურა და ეს არის ის თემატიკა, ყველა რეგიონს აქვს თავისი განუმეორებელი რაღაცა ფესვის საგანმანათლებლო, ხო? ეს არის მართლა იდენტობას რო უწოდებენ, ეს არის ადგილზე განათლებული ადამიანის ფორმირების საწინდარი, ეს არის კარგი ახალგაზრდას ფუნქციურად გამართული ადამიანის და არა უფუნქციო დეგრადირებულის, ხო, როგორც საბჭოთა კავშირი ქმნიდა ბოლო-ბოლო რეგიონებს განსაკუთრებით. ხო და რა ვიცი, ეს ყველა შესაძლებლობა აქვს ამ ჩვენ დალოცულ ქვეყანას და აი თუნდაც ეხა მაგალითად მე ვფიქრობ აი ხა ატენში ვარ ხო და ეს რამდენიმე პატარა სავარაუდო კერა ვიპოვე ამ პრეისტორიული ადამიანის ერთი ეხია ესეთი ხო და თან ეს ობსიდიანები აქეთ იქით და სულ ფიქრობ რომ აი მარშრუტი გავაკეთო პირველი ატენელის მართლა პირველი ატენელია ესეთი ხო გავაკეთო აი მაგ თემატიკაზე რაღაცა გეოლოგიაზე აი მარშრუტებზე საიდან მოვიდა სად მიდიოდა რა ეცვა როგორია ის საცხოვრისი თუ სადგომი სადაც ის არის უკვე ამ ყველაფერზე რომ ფიქრობ შენ
აღარა ხარ, რო ხარ 16 წლის და 17 წლის რო ხარ და ჩართული ხარ, გინდაც გათხრაში, გინდაც ამის რაღაცნაირად მოდელირებაში. მიკა 11-12 წლის ასაკში ფაქტიურად უკვე შენ პროფესიის არჩევაზე იწყებ ფიქრს და იმაზე თუ სადახარ და რატო ხარ ამ ქვეყანაზე და რატო ხარ ამ ქვეყნის შვილი, თქვათ, მე ხა ესეთი ხალხი როგორც შენ ხარ, როგორც თქვათ ნიკა იყო ჭიათურლების და თქვათ იმდენი ჭიათურელი ბავშვი იყო, იმ ბავშვი ჩართული და თვითონ იმდენი რაღაც იყო, თქვათ ნიკამაც, მამისმაც და დავითმა და ასე შემდეგ. აი ესეთი ხალხი რო იყოს ყველა რეგიონში, თქვათ, ხო წარმოიდგენე რამდენად ადვილი და კარგი იქნებოდა ჩვენი ბავშვების ცხოვრება, რო აი არიციან რითი დაკავდნენ რა გააკეთო. მაგის წამალი არის ჩვენი ქვეყნის კაი მართლა რეალური დეცენტრალიზაცია, რომ ჩვენ ადგილებზე ავირჩიოთ ჩვენი, რა ვიცი, პოლიციის უფროსი, ხო? ადგილზე ავირჩიოთ ჩვენი რეალური გამგებელი, ადგილზე კონდეს ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი გადასახადები აქ იკრიბებოდეს. ჩვენ წვედდეთ რა გვჭირდება და როგორ გვჭირდება. მაშინ აღარც თბილისში იქნება საცობი, ხო? აღარც ეს თავკომბალა საბჭოთა გამოცდილება იქნება. გვექნება აქ აი როგორც ევროპაშია, ხო? მოგეხსენება. სოფელი რო აღარ არსებობს, მით უფრო ჩამორჩენილი სოფელი, კაცო, ყველაფერი. სოფელი არ არსებობს, ხო? სოფელი არის თვითკმარი, ხო, არა, სოფლიდან არ გამორბის, ჰამბურგის ირგვლივ სოფლებია და ველოსიპედით დავდივარ ხოლმე და ნუ სიამონებს რო უყურებ, ხო? ამ საოცრება სახლებს და საოცრება ეზოებს და თვითკმარია ყველა სოფელი, არ ჭირდება იმას. ჰამბურგში წამოსვლა, იმიტომ რომ სკოლაც ნორმალურია იქ, გასართობიც აქვს, ტრანსპორტი აქვს, თუ დაჭირდა წამოვა, ვერტფრენია, რომელიც ჩააკითხავს უცებ თუ რაღაცა დაემართა და თბილისის ელოდოში როდის ჩაგირიცხავს რაღაცა იმისი, რა ვიცი, გზების თუ ბორჯურების თუ ტუალეტების თუ განათების ფულს და დაგინიშნავს გამგებელს და რუსულ საბჭოთა მოდელია და არ გვინდა ჩვენ ევროპულიერი ვართ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ეხა საქართველოს რა არის ბოლო-ბოლო ეს არის მულტიცენტრული კულტურის ქვეყანა. აგერ რო გახედავ გარშემო ნასოფლარები როა თითეული არის რაღაცა პატარა პარიზი თუ ლონდონი ისეთი რაღაცეები ხდებოდა, ხო? ან როგორი ხელოსნობა იყო, ან როგორი ტრადიცია იყო, ან როგორი ჩხეფარე მეურნეობა იყო. და განსაკუთრებით კიდე როცა მაგის დრო იყო და ჩვენ ვიყავით აი ესეთი ბევრი პატარა კულტურული ინტენსიური ადგილის ქვეყანა და როგორ შეიძლება ამხელა თუნდაც ამხელა გადასახადები იყოს რა ფაქტიურად შენ არ რჩება განვითარებისთვის არაფერი არ რჩება დღევანდელ მცირე და საშუალო ბიზნეს განვითარებისთვის არაფერი არ რჩება თუ ის არ არის ლოიალური და თუ არ არის რაღაცნაირად შეზრდილი მართველ პარტიასთან ხო ან რაღაც მახინჯის სტრუქტურა გამოდის თავისუფალი ქმედების საშუალება არ არის, განვითარების საშუალება არ არის. ოდნავ რაღაცას მოაგროვებს საწყალი თავისი შრომით შექმნილს და ისიც უნდა გადაიხადოს, ოღონდ რისთვის იხდის მაგასაც ვერ ხვდება, ხო? ისევ იხდის რაღაცა შეჩერებისთვის, არაგანვითარებისთვის, თავისუფლების შეზღუდვისთვის, ადამიანების ცემისთვის, დაპატიმრებისთვის. ну ძალიან ჩიხური მდგომარეობაა და რო ამბობენ რომ თავრობა რომელიც უნდა ერთი თავრობა მაინც გამოკეთოს თავრობა პირიქით ხელი არ შეგვიშალოს თქო დანარჩენი ქართველობამ ვიცით თვითონ როგორ გავაკეთოთ რანაირად გავაკეთოთ მართლა სახელმწიფო კი არ აკეთებს მე კახაბენდუკით ძალიან დავეთანხმებოდი რომ მართლა ის არის რა ქვია ადამიანები აკეთებენ და არა რაღაც სტრუქტურები ხო ინდივიდები აქტიური მოქალაქეები აკეთებენ ამიტომ უნდა ეს თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა სახელმწიფომ თავისი ამ ბიუროკრატიით ამ რაღაცნაირ შეზღუდვების მინიმალიზებით უნდა გააკეთოს და ანჯეს მივხედავ ჩვენ თავს ყველაზე კარგი ერთ-ერთი მართლა ინტელექტუალური თუ რაღაცა კულტუროსანი თანავარსკვლავედში გამორჩეული ვიქნებით ამით ეჭვი არ მეპარება მართლა ისეთი ერი ვართ რაღაცა ჩვენი ანაბეჭდი გვაქვს ჩვენი პროფილი გვაქვს ჩვენი რაღაცა განუმეორებლობა გვაქვს და ამის რაღაც ბარიერებს თუ დავწევთ და თუ გავაკრობთ ეს თავისუფლება მე მგონი ძალიან დიდ მიღწევებს შობს საქართველოში და საერთაშორისო არენაზეც ხო საქართველოსთან გამომდინარე. ნიგა მე ვიცი რომ რაღაც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა ზოგიერთ ძეგლზე და განსაკუთრებით ჩვენ სიამაყეზე გელათზე დღეს 21 საუკუნეში რატომ ვერ ვახერხებთ იმას რომ თქვათ რა
ეს არ დავკარგოთ, ხო? რა არის საშიშროება ამ ყველაფრის? კი, არა. მე ძალიან ზედაპირულად ვიცი ეს ყველაფერი, შენ როგორც პროფესიონალი, როგორც ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდი ყველაფერი ამაში თავის დროზე, შენგან იქნება ეს საინტერესო პირველ წყარო ხარ ფაქტიურად და იმიტომ. იცი, მართლა ისეთი მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩიხური მდგომარეობაა და ჯერ გამოსავალი არ ჩანს. ეხლა ეს ჩიხი რამ შექმნა ამ ბოლო წლების ვითარებამ, რომელიც საქართველოში არის. ფაქტურად შექმნა პროფესიონალიზმის დაბალმა დონემ, რომელიც ჯგუფი, რომელიც მუშაობდა გელათში, კონტროლმა, რომელიც არ არსებობდა, დიდმა ბიუჯეტმა, რომელიც აგრეთვე უკონტროლო იყო და რაღაცა გულგრილობამ. ფაქტიურად და დასთავარია, კიდე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ დასავლური ექსპერტიზის გაქრობამ, რომელიც წინა წლებში ჩვენ დროს ძალიან აქტიური იყო. ეს იყო თანამშრომლობა შვეიცარიული, იტალიური და ქართული სარესტავრაციო სკოლის, რომ ყოფილიყავით დაცული შეცდომებისგან, ხო, ამ დიდი პროექტის. ამიტომ ყველაფერი მიდიოდა ესეთი ნელი და გადამოწმების გზით, აუჩქარებელი თავარ საკითხებში სრულებით პირიქით შენელებით და კარგად დაფიქრებით, რომელიც იცვლება 2014-15 წელიდან და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად იქ პროექტი ახლდება, ფორმალურად რაღაცეები საბჭოები განიხილავენ, რეალობა ის იყო, რომ იქ მოხდა ისეთი შეცდომები იქნა დაშვებული, მაგალითად ჩვენ ახლა დამტრეულ კრამიტზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დამტრეული კრამიტი გაცილებით ნაკლები უბედურებაა იმასთან შედარებით, რაც ჩაალაგეს თავიანთი ინიციატივით კრამიტის ქვეშ. ეს არის გაურკვეველი რაღაცა მასა, ზოგჯერ ის არის რაღაცა ბამბა, ქვაბამბა, ზოგჯერ ის არის რაღაცა ელიავაზე ნაყიდი, რაც საუკუნეების მანძილზე გელათის კამარების და კონქის ზემოთ იყო ჰაერი და ჰაერი არის ყველაზე კარგი იზოლატორი და იქ ზემოთ სახურავის პრობლემა საბჭოთა კავშირის დროშაც კი იყო ხოლმე, ხო? მაგრამ ის ჰაერი იქ იმხელა სივრცეებია, რომ თვითონ წყლის ჩასვლა არასდროს არ ხდებოდა გელათში. ეხლა ეს სივრცეები რატომღაც სრულებით გაურკვეველი მიზეზით ამოავსეს და ზემოდან როგორ არის, ანუ არის რაღაცა ძირი, იმის ზემოთ არის კრამიტის გადასახური ისა და ამათ შორის იყო ეს კი, ეგ არის უბედურება. ეგ არის კიბო, რომელიც დამართეს გელათს. აი ეს ჩაალაგეს და ეს ბევრი ტონაა ძალიან და როგორ აიზიდა და როგორ უპატრონო ეს ხო ერთი შეცდომა არ არის 5 წუთიანი, ხო ეს არის პროცესი, რომელიც თვეების მანძილზე მოდის დიდი საბარგო მანქანები შედის ტერიტორიაზე, ადის ან პატრონის ადიყო, ან ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ გამოერიათ, რომ რაღაცა ეთქვათ. და ზემოდან ამას კიდე კრამიტი, რომელიც იყო უხარისხო. ეხლა ეს კრამიტი რო ხარისხიანი ყოფილიყო სხვა შორის. კიდე შეიძლება და უარეს ყოფილიყო, იმიტომ რომ იქ მაინც ჩავიდოდა წყალით, მაგათი დაგებული კრამიტიდან გამომდინარე და ჩვენ ვერ შევატყობდით, რომ შიგნით რაღაცა პროცესი მიდის და მიიჩქმალებოდა კიდე უფრო დიდი ხნით. ბედზე ეს კრამიტი დაილეცა და კრამიტმა ატეხა ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმჩნევდნენ, რომ იქ რაღაცა ხდება ცუდი. უბრალოდ რაღაც დღემდე ხრელები და იმ ხრელებში დაინახეს ეს ისა, ხო? ის ჩადიოდა 100-ობით ლიტრა წყალი ჩადიოდა. ვასო, ეს გაიჟღინთებოდა ეს ყველაფერი. ის გაიჟღინთა და დღემდე შველია და მერე ზემოდან დაახურეს და ეხლა შრება შიგნით. აი ეს არის მისი მთელი უბედურება. ფაქტიურად შრება ფრესკების გავლით შრება ეს რაღაცა პამპერსები, რომელიც ალაგია ზემოთ. და ეხლა რა ხდება გელათში? მეორე უბედურება ის არის, რომ ყველაფერი გასაიდუმლოებული. მე მგონი სუსი მართავს ამ პროექტს, იმიტომ რომ იქ საზოგადოების პროტესტი იყოს ისა. საპატრიარქოც ჩართეს რომ სწორედ სუსის რჩევით მე ეგრე მგონია რომ არ იყოს საზოგადოებრივი რაღაც პროტესტი, ვითომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, შეიფუთა შიგნით რა ხდება, ყველაფერი და ის არის დახურულია ინფორმაცია, საბჭოები არ არსებობს, არის რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც როგორც სამშვენისი მიამაგრეს სამწუხაროდ, მე რომ იმ ხალხის ვიყო, უარს ვიტყოდი თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა. აი მაგალითად ეხლა ეს თეთრი ტენტი როა რაღაცით, ხო, მთლიანად შეფუთული. ნუ ხო ის არ ატარებს ჰაერს. ეხლა ვეკითხებით, რომ ჰაერი როცა არ მოძრაობს, რაღაცა ვენტილაციის სისტემა დადგა. თურმე აღმოჩნდა, რომ პროექტში დევს მარტო გაგრილება, მაგრამ ეს აცხელებს კიდევაც. ეხლა ეს გაცხელების, გაგრილების რეალურად რა შედეგს მოიტანს, ხო?
რა შედეგს მოიტანს იმ ახსნის დროს იმ ფანჯრებიდან აი ზოგადად რა კლიმატ სურათი რა კლიმატ ორგანიზმი წარმოიშვება ამ ხელოვნური ამხელა დანადგარის და ამხელა რაღაცა ხელოვნური ვაკუუმის შექმნით ხო ამაზე ხო ერთი დაშკნა მაინც უნდა არსებობდეს რომ აი ეს რისკია ეს არ არის რისკი ამაზე ნუ ვინერვიულებთ ამაზე ვინერვიულობთ ეს მართოთ ეს თვითონ წარიმართება არის არავითარი ეგეთ დაშკნა არ არსებობს თუ არსებობს ურთიერთგამომრიცხავია და აი ვართ ასე რაღაცა გაურკვეველ ნერვიულობასა და ტუჩის კუნეტის ვითარებაში და ეგ ხალხი როგორ არის მშვიდად მე გამკვირვებია სოფლიოში არის ძალიან ბევრი სარესტავრაციო სკოლა ხა ეგ შენი კვალიფიკაცია გამოიხატება იმაში რომ შენ აი ამ ბევრი სხვადასხვა კონცეფციიდან ბევრი სხვადასხვა მიმართულებიდან და სკოლიდან აარჩიო ის რომელიც იქნება გამოსადეგი ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოში ხო და როცა ან ბრმად გადმოგაქ ან ტყუილა მარტო ფორმალურად აკეთებ და საქმეში ეს არ ითარგმნება და მაინც რაღაცა პროვინციული ქმედების გარდა არაფერი არ ხდება ეს გამოდის ძალიან საწყენი დღეს ამ მდგომარეობაში ვართ რაღაცა სახელები და გვარები კრთის უცხოელებისაც ქართველებისაც მაგრამ რეალურად ჩვენ არ ვიცით იქ რა დაიძრა როგორ რითი დღემდე არ არის ახტილი სახურავი წარმოიდგინეთ რომ ამოშრეს და ამოშრობას უნდა 2 თუ 3 წელი არის ნათქვამი თითო სანტიმეტრზე ანუ ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მანდაც სირთულეა მართლა კლიმატის მართვა უნდა არ შეიძლება იქ რაღაცა პირიქით იქ შეცდომა მოგივიდეს და კიდევ უფრო უარესი დამართო და რა ხდება დღეს არავინ არ იცის პროფესიონალები იქიდან არიან წამოსულები ნიკა მე ვიცი რომ შენ პირდაპირ ხარ დაკავშირებული ბაგრატის აღდგენასთან და ნუ აქაც რაღაც უამრავი რაღაცა იყო ხო რაღაც ძალიან საინტერესო პროცესებიც რა ჩემი მეგობრიდან ვიცოდი მე იმ პერიოდში კურსში ვიყავი ვანო გრემელაშვილისგან ფანტასტიკური ადამიანი აი საიდან გაჩნდა იდეა ზოგადად რომ თქვა აღდგენილიყო და იყო თუ არა მისი ნახაზები ვიცოდი თუ არა ფაქტიურად გუშინ არის ეს ბაგრატი დანგრეული ეს არის ფაქტიურად ერთ-ერთი კი არა ერთადერთი შეიძლება მე მგონი პროექტი რომელიც ყველაზე მეტად არის დამუშავებული სამეცნიერო კვლევებისა და არქიტექტურული რეკონსტრუქციის ყველა ფაზის დამუშავებით რომელიც ჯერ კიდე ბატონი ვახტანგ ცინცაძის დროს დაიწყო და მე ბატონი ვანო გრემელაშვილის დროს გაგრძელდა. ფაქტობრივად ეს იყო ყველაზე კარგად ნაკვლევი, რომელსაც მე ბატონი ომარ ლანჩავას კვლევები დაემატა არქეოლოგიური გათხრების 2004 წლიდან, რომელიც მიმდინარეობდა 2011 წლამდე, ფაქტობრივად ყველაფერი გამოკვლეული იქნა და კარგახანია მოგეხსენება, გამოთქმულია საქართველოს სახელმწიფოს, რომ მისი მთავარი საკათედრო ტაძარი უნდა იქნას აღდგენილი ეს ჯერ კიდე ედვარდ შევარდნაძის დროს 90-იან წლებში და მანამდეც გამოთქმულია ამაზე კონსოლიდაცია არსებობდა ერის და ბერის და ფაქტიურად ჩვენ მივედით აი ამ რეკონსტრუქციის დასაწყისთან მას მერე რაც საქართველოს სახელმწიფო მოძლიერდა მას მერე რაც გაჩნდა ბიუჯეტი გვარდების რევოლუციის შემდეგ და დიდი ხნის ნატრა რომ აფეთქებული და დანგრეული ბაგრატის ტაძარი გვენახა გამთელებული და აღდგენილი მისი რეალური პირობები შეიქმნა და დაიწყო მისი რეკონსტრუქცია და სწორედ აქ ჩაირთო ერთი მიმართულება თუ რა ვიცი ჯგუფი თუ ერთი რომ ადამიანებს რომელსაც რაღაცნაირი შიში ჰქონდათ აღდგენის, იმიტომ რომ ისინი მიჩვეული იყვნენ ნანგრევებს, ყველაფერი დანგრეულია რუსეთის ხელში, ციხესიმაგრეებიდან დაწყებული. თუ რამე მთელია, ეგ არის გასაკვირი, თორე ნანგრევებით არის მოფენილი აქაურობა და ესე ვთქვათ, შეეხო ღრმა მენტალურ რაღაც სიმებს, როდესაც მიხვდნენ, რომ ნანგრევი, რომელსაც ისინი დიდ პატივს სცემენ, უნდა იქცეს მთელად. და მეორე იყო ყველაზე არსებითი ამ დროს რუსული შავი პიარი რომ გაშავებულიყო ეს პროექტი. ეს ცხადი იყო ხა ჩემთვის მაგალითად რომ ეს წინააღმდეგობები ასეთია, ძალიან ძიმე იყო ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ
სამაგიეროდ ბედნიერება იყო ის სხივი, რომელიც გამორჩიოდა დამუშავებული მასალიდან ბევრი სხვადასხვა ვერსიის და ბევრი სხვადასხვა ალტერნატივის მოსინჯვიდან. ეს ხო არ იყო ერთი მოდი ახლა დავცხეთ და გავაკეთოთ, ეს იყო დეტალებში მოფიქრებული ყველაფერი. ფაქტიურად თავისი მასალით და გამოვიდა ბაგრაის ტაძარი ერთ-ერთი სანიმუშო ქართული რესტავრაციო სკოლის რაღაცა გვირგვინივით, იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს ყველა ფენა, რომელიც მერვე თუ მე-7 საუკუნიდან დაწყებული 21 საუკუნის ჩათვლით, ყველა ფენა, რომელიც არც ერთი ერთმანეთს არ ფარავს, არც ერთი ერთმანეთს ხელს არ უშლის და ჩვენ გვაქვს როგორც რესტავრაციის აღდგენის, რესტავრაციისა და სხეულის გამთელების რაღაცნაირი ერთიანი კრებული. ჩვენ იქ შეგვიძლია უკვე და ეს არის საკათედრო ტაძარი, ის არის ფაქტიურად ერთგვარი მუზეუმიც. პროექტში იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირველი პრეცედენტი იქნებოდა, რომ ბაგრატის ტაძრის პატრონიკეზე მოგვეწყო ბაგრატის ტაძართან დაკავშირებული სიწმინდეების გამოფენა და აი ეს ხვადაღებული ლივტი, სწორედ ის კიბეები, რომელთაც იქ ავდიოდით და საერო სივრცეა და არა სატაძრო სივრცე, რომლის განსაკუთრებით გაშავება მოხდა, იქ იქნებოდა მუზეუმი, სადაც თქვა სამეფო ოჯახი იყო, სადაც ტუალეტში დადიოდა, იქ შერჩენილი იყო მე-11 საუკუნის ტუალეტი, თავის კანალიზაციის სისტემით და აი სწორედ ამ საერო სივრცეში კეთდებოდა ბაგრატის ტაძრის მუზეუმი იმ გადასარევი არტეფაქტებით, ისე რომ შენ გაიგებდი შენი ქვეყნის ისტორია, შენი ქვეყნის კათედრალის ისტორია, შენი გაერთიანებული საქართველოს ისტორიას, გრევის დამარცხების და აღდგენის, ხომ? სწორედ პატრიარქმა ბრძანა ტაძრის გახსნაზე, ჩემთვის დაუვიწყარი ფრაზა, ქრისტე აღსდგა, ბაგრატის ტაძარი აღსდგა, საქართველო აღსდგა. ანუ ეს არის რაღაცა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მიიღო საერთაშორისო პრემია დომუსის, რომელიც თქვათ პირველი ოქროს медаლი იყო და მასთან ერთად არის თქვათ ტადაო ანდომ მიიღო ვენეციის სასახლის რესტავრაციაში. ანდრეა ბრუნოსი არის მოგეხსენებათ ბაგრატის ტაძარი და ბაგრატის ტაძარს წინ აქვს კიდე გამარჯვებები, იმიტომ რომ მაგალითად იქ არ გააკეთეს ამათმა იატაკი, საიდანაც და მომზადებული იყო ყველაფერი სპეციალურად ჩვენ იქ იმერელი მუშები გამოვძებნეთ, წარმოიდგინე, რომლების თხუნელები იყვნენ, რომლებიც არქეოლოგიური ფენის ქვეშ უნდა გაეარა რიგელებს, ხო, კონსტრუქციულ გამაგრებას და ეს არქეოლოგიური ფენები შევინარჩუნეთ, რომ გამოჩენილი იყო, მაგრამ ამათ არ გამოაჩინეს. სამომავლოდ იქ შესაძლებელი იატაკი, სამომავლოდ იქ გასაკეთებელია განათებები, რომ ჩვენ ეს არის ფაქტიურად კონცეპტუალურად ეს არის ბევრი საუკუნის ერთობა. ხო. შორის პრეისტორიული, სხვათა შორის იქ რაღაცა პრეისტორიული არტეფაქტებიც არის და ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ჩვენ აი ვთქვათ გუმბათის სარკმლები, ვანო გრემელაშვილის პროექტში ეს იყო აი ყველაზე მაღალი სამეცნიერო კრიტერიუმები დასაბუთებული, რამდენი სარკმელი იყო, როგორი იყო გრადუსის სარკმლებისა, რა მანძილი იყო ერთმანეთში. ეს და კიდე ერთი რომელიც ვერ მოვასწარით, ახალი ნაწილების მეტად ინტეგრაცია. მაგალითად მე ვფიქრობ, რომ იქ ქართულ ხატმწერებს უნდა მივცეთ, როგორც აგერ ატენისიონის ანიკონურ მხატვრობაში, თქვათ გუმბათი არის შიგნიდან წითელი წითლად რაღაც გასაკეთებელი, ოღონდ ეს კარგად შემოქმედებითაც ვიღაცამ უნდა დაალაგოს. გარედან შეიძლება გუმბათზე გაკეთდეს, როგორც თქვათ ქართული ტაძრები იყო, ფერადოვანი იყო, ნაირფერი იყო. გადახურვები იყო და გახსოვთ რა ამბავიც იყო ხო ამ მწვანეზე და არა და ქართული ტაძრები იყო სულ ერთმანეთი სულ ბევრი ფეროვნება იყო. მოჭიქულია სკრამიტით ხო? ერთმანეთზე სხვადასხვა ფერადოვნების. ხო, ნეკვეტერა მაგალითად ნუ დღემდე შემორჩენილია ხო? ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტაძარია რაც კი მე. ხო და აი რაღაცა ასეთი საძიებო ბევრი არაფერი წარსულში გვიდევს ყველაფერი, მთავარია ჭკუით მოვძებნოთ, რომ კარგი მომავალი გაუჩინოთ მაგ ამბებს. ნიკა, ხო აი ატენის ტაძარი ახსენე და აი ატენში ერთხელ ვარ სამწუხაროდ ნამყოფი, ისიც ადრინდელი საბჭოთა კავშირის დროს აქტიურებელია ამბავი, რო ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა გამოვასწორო ისედაც და ასედაც, მაგალითად ცალკე ვისაუბრებ და აი ატენის სიონზე რას გვეტყვი? ეს აღდგენილია თუ არ არის აღდგენილი? აი ჩემ დროს ახლა ჩვენ კარგად გამოიყურებოდა მე მგონი და ძველი ძეგლი ახლებზე არ ვლაპარაკობ, რკინა ბეტონისგან რო ყველა კორპუსის იმაში აშენებენ ეზოში, აი ძველები ხო ყველა
ლანდშაფტთან შეიგუებული და შეხამებულია. აბსოლუტურად. იცი რა ეს არის ძალიან კარგი ნიმუში ვასო დასავლეთთან რა არის ევროპასთან ურთიერთობა, ევროპის სარესტავრაციო სკოლასთან ურთიერთობა. აქ სულ რაღაცა კეთდებოდა, სულ რაღაც ხარაჩო იდგა ყველა მაგას წუწუნებს ხოლმე სოფელშიც და სოფლის გარეზე რომ რაღაც რა ვერ დამთავრდა კაცო შეიძლება ამდენი ხარაჩო, მაგრამ რეალურად ეგ მიზეზი რა იყო ამისი რომ იქ რაღაცა პროცესები ხდებოდა და ვერავინ ვერ ვიგებდით რა ხდება. რაღაცა ფრესკად ცვივა გარედან წარწერები რაღაცა ქვების რაღაც ადგილები ზიანდება და ბოლო მივხვდით რომ იქ ეს არის 2004-5 წლები რომ ყველა მთელი გასვლითი სხდომები შელობა საბჭოები კონსილიუმები და მივხვდი რომ საქართველოში უბრალოდ არ არის ამის ხედვა და ამის გამოცდილება რომ დიაგნოზი დაისვას რეალურად რა ხდება და ძალიან დიდხანს ვეძებეთ ეგრე არ არის შე რომ დარეკო იმაში იტალიაში და ეგრევე მოხვდე ვინც ეს იცის აი როგორც მედიცინაშია ვიწრო სპეციალობა მედიცინაშია რაღაცა პროფილი გამოცდილება იქაც ამას შეიძლება წლები დაჭირდეს რომ შენ ის ჯგუფი ის გუნდი იპოვო უცხოეთში იმიტომ რომ იქაც ძალიან ჭრელია ცუდიც არის კარგიც არის ხო ეხლა გელათში რო ჩამოიყვანეს ერთხელ პიცერია კაც და პიცაზეა ხო და აღარ არის იმ გელათის რესტავრატორი ხო და ანუ არ უნდა ეგეთ შეცდომა არ უნდა მოგივიდეს და დიდი დრო წაიღო ამის და ბოლო იტალიელებმა და გერმანელებმა თან ორი სკოლა როგორღაც აქ მუშაობდა და აღმოჩნდა ესეთი რაღაცა ჩემთვის ძალიან რაღაც მართლა დღემდე რო ფიქრობ უჩვეულო ამბავია წარმოიდგინე ატენის სიონი რომელიც არის სეისმურ რაიონში რომელსაც არ უნდა სახურავი რამდენიმე 10 წლეულები მინიმუმ და ალბათ 100 წლეულებიც გვიანაშუა საუკუნეებში რომელიც ირეცხებოდა იყო სეისმური და არის თან ქარიანი ადგილი ხო იმიტომ რომ ხეობის რაღაცა ის არის მონაკვეთი ხო და ამან გამოიწვია ის რომ ესე დაიფხვა მისი გული და გარედან ეს არაფერი არ ემჩნევა და იტანა ნიავმა შიგნიდან ეშენი დაფხული კირი. ფაქტურად ეროზია მოხდა, ხო? ფაქტურად მოხდა ეროზია, მოხდა მხოლოდ ქვის სტრუქტურის დარჩენა და მისი მაკავშირებელი და სტრუქტურის შემქმნელი კირდუღაბი გამოიკარა. ამის კუჭის კვლევები რო არის ენდოსკოპიით, აი რაღაცა ესეთი დანადგარებით ამ ბზარებში შესვლით დადგინდა რომ არის კატასტროფული მდგომარეობა, ეგ იყო მიზეზი იმისა რომ ეს ქვები ერთმანეთს ეჯახებოდა და ფრესკა შიგნით ცვიოდა და გარედან ეს ძვირფასი წარწერები ხდებოდა და ამიტომ დავიწყეთ 2007-ში ამის უკუდაბრუნება, კირის უკუდაბრუნება, ეს არის ზუსტად ძალიან ნელი პროცესი, ფაქიზი პროცესი, მონიტორინგის ქვეშ მიმდინარე პროცესი და ის ივსება ქვემოდან ზემოთ ინექციით, ანუ 3-4 ჯგუფი მუშაობს, რომლებსაც უკან შეყავთ დაკარგული კირი. და რამდენი ხარო გითხრა, რამდენი დაუბრუნეთ ატენის სიონს, ალბათ გაგიკვირდება და გაოცდები. 22 ტონაზე ავიდა შემავსებლის რაოდენობა დაკარგულის. 22 ტონა დაიბრუნა ატენის სიონმა და დღეს ეხა ეს რა კიდე კარგი ეგ მოვასწარით, მე ესენი ისევ გამოიგოზა გარედან ძირითადი ნაწილების ქვის გამოქარვა ხდება და მანდაც დაბრუნება ხდება ამ მინერალების და 50 წლიანი გარანტია თქვა ეს გახანგრძლო აღარ დაჩქარდეს მაგრამ საქმე რჩება უამრავი მაგალითად გადახურვის ამბები რჩება მაგალითად მონიტორინგი რჩება მაგალითად ბევრი რამე რჩება და სამწუხაროდ ზოგადად რაც მაშინ დავიწყეთ ნაციონალური მნიშვნელობის ზეგლებზე ერთიანი ნაციონალური მონიტორინგის სისტემის ილიას უნივერსიტეტში სხვა შორის ის გააჩერეს ხოცებმა ეს იყო ჩართული უნდა ყოფილიყო კორელაციის დაკვირვება მაგალითად ამინდის ხო მეტეოსადგურების ერთ-ორ ადგილას მოვასწარეთ მაგრამ მე ეგეც გაჩერდა ონლაინ გადაცემა ხდებოდა ფაქტურად მიწისძვრის სისვლის ქარის როგორ რეაგირებს ეს ყველაფერი ძეგლზე მე თვითონ შიგნით მოხატულობის ფერის დეგრადაცია და ის ხდება თუ არა სენსორების მეშვეობით ჩამოდის თუ არა წყალი ანუ ეს უნდა როგორც ესეთი დაკვირვების ქვეშ ყოფი ადამიანები ასე უნდა ყოლოდა ეხლა ეს სისტემა არც გააკეთეს არც ბოლომდე არ მიიყვანეს და არც მონაცემების შეგროვება აღარ ხდება იმიტომ რომ ვერ ხვდებიან მაგას ამ ყველაფრის მნიშვნელობას
ხო, ანუ მდგომარეობა ხა სიონში ნორმალურია, თუმცა რისკი არსებობს და რაღაცა მოკლედ ბოლომდეა რაღაცა მისაყვანი სიმტკიცე შენარჩუნებული აქვს და ეს კარგი ამბავი იყო თავის დროს. რამდენი აღდგა აი იმ პერიოდში რამდენიძე რომ ვიცოდეს უბრალოდ მოსახლეობამ და მაყურებელმა ხო ჩვენ მაშინ რაღაცა 600 ეკლესიამდე ვიცვლიდით. აქ არის ამ 600-ში რა თქმა უნდა ესეთი პრევენციული კონსერვაციაც რომ არ გაუარესდეს, არ დაინგრეს, სახურავი გამოიცვალოს, იმიტომ რომ პატარათი იწყება ხოლმე მე დიდი ისა ხო, დიდი პრობლემა. მაგრამ ნახე რა არის ხა ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ მაშინ ესე ვთქვათ კერძო დაფინანსებისთვისაც ძალიან მწვანე ხონდა ანთებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ფონდისგან, რომელსაც ბევრი სახელმწიფო ბიუჯეტმა პირველ რიგში და მერე მათაც ბევრი გააკეთეს. მაგრამ ყველაზე არსებითი ის იყო, რომ ყველაზე ჩვენ გადანახული ქონდა ყველაზე რთული შემთხვევები იმისათვის, რომ მას ჭირდებოდა კარგი ინტელექტუალური დამუშავება, სიძველეების რაღაცა მოვლის სპეციალური რაღაცა პოლიტიკა კი არა, აი რაღაცა მეთოდის გამომუშავება, მაგალითად როგორიც არის კუმურდოს კათედრალი, როგორიც არის თქვა აწური, როგორიც არის აკვანების ტაძარი მე-5 საუკუნის, რომ აი ეს ამისთვის ვემზადებოდით, რომ აი როგორ შეიძლება ამ გენიალური ნაგებობების, ამ გენიალური ნანგრევების თუ დაზიანებული სხეულების აღდგენა. რომ ეს არ ყოფილიყო რაღაცა ესეთი საკოლმეურნეო ტემპი, რომ მოდი გავაკეთოთ. მოდი იმას ვქნათ, რა ქვია, გავთალოთ და დავდოთ ელიავას მითი და საბურთალოს სასაფლაოს ხელოსნებით, ხო? იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან შემოქმედებითი ამბები იყო. და აი ეს ვერ გაითვალისწინეს უკვე 2014 წლიდან. იმიტომ რომ ყველა ეს ტაძარი, მაგალითად ყალაურის უშველებელი კომპლექსი, ხო, რომელიც გენიალური იყო, აი, მივიდნენ და მართლა პამადა აქვს წარსმული და აგურით ალახით არის გაკეთებული. და რა ვიცი, ესეთი ან თქვათ აი ესე აკვანებაა, ხო? რომელიც იყო მე-5-მე-6 საუკუნის და გეგონება ის იყოს, რა ქვია, რაღაცა საბურთალოს მართლა სიძველი აღარ ჩანს. როცა ეხები არ შეიძლება მას შეეხოს მხოლოდ ქვისთვლელი რა, ცოტა ინტელექტუალური ინტერპრეტაცია საჭიროა, შემოქმედებითი გუნდის მუშაობა საჭიროა და ეს ვეღარ აწიეს. არა, კარგი შემთხვევებიც არის, უნდა ვთქვა, მაგალითად აგერ ნახე გარდატენის ეკლესია მშვენივრად რესტავრება, მაგრამ როგორც წესი არის ხოლმე ძალიან დიდი შეცდომები რა. განსაკუთრებით წყდება კუმურდოზე, სხვათა შორის, იმიტომ ბოლოს რომ ნახე ბოსლად არის ქცეული და ეს არის ისეთი რესტავრაცია დაიწყეს, ვასო აი მართლა უბედურება, აი ამ ხელა ქვით, თხელი, მიბეტონებული ცუდად, აი რაღაცა ეგეთი ბოსელს არ ააშენებს პატიოსანი კაცი, როგორც იქ დაიწყეს. არ არის, აი თქვა ღია პროცესები, არ არის განხილვი, არ არის კონკურსები, არ არის რაღაცა დებატები, კამათი, რაღაც უცებ მიხვალ და თურმე რომელიღაცა შეპესე, ვიღაცასთან ასოცირებული, რომელსაც ჯერ არაფერი გაუკეთები ამ სოროში მისულია და იმაშება, რა ქვია. ხო, ტენდერამდე 2 დღით ადრე რო შეიქმნა, ხო? ხო, აი ხო და რაღაც კუმურდო 2026-იან რაღაცა კინელება. მე ვიცი რომ შენ ფაქტიურად ქალაქს თავი დაანებე და გადაცხოვრდი ქართლში, ატენში. ეს ზოგადად შენი წარმომავლობა ქართლი და მე არ ვიცი ვაჩეიშვილების არა, ჩვენ გურულები ვართ, გურულები. გურულები. მე აგინდა გურულს ქართლის გულში მოგვიყევი ერთი როგორ მოხვდი მან და ეს იყო აი მაშინ სწორედ რომ ჩვენი საუბრის დასაწყისში რომ მკითხე როგორ მოხვდივა რაღაცა ერთი დღეც ესე იყო რომ რაღაცა რომ დაგეცემა ზემოდან პერესტროიკა დაიწყო საბჭოთა კავშირში და ჩემ მეგობრებთან ერთად რო ვთქვი რომ აი რა უნდა ითი შეგვიძლია ვარგოთ ჩვენ ქვეყანას მოდი ჩავატაროთ გაკვეთილები რომელიმე სოფელში და რომელ სოფელში და გამახსენდა ატენი ეს ჩემი მაშინ ერთხელ თუ ორჯერ ნამყოფი ულამაზესი ხეობა და სოფელი და წამოვედით და აქ ვასწავლიდით სკოლაში. ჩამოვდიოდით ხოლმე უკვე აკადემიის პირველი თუ მეორე კურსელები ვართ და თუ მეტყვს მაშინ თქვი რომ აი თუ ოდესმე რამეს ავაშენებდი თუ ოდესმე სამდე წავიდოდი ეს იქნებოდა ატენი და მე წლების მანძილზე სულ აბა ხო არ ვიყიდოთ და მცირე მიწიანია ბევრი არაფერი იყიდება ადამიანები
ძალიან შრომელი ხალხია, ყველაფერი დავარცხნილია, აი ესეთია რაღაც რომ მიგიწევს გული და მიგივა გული და სული და სწორედ 2009-ში თუ 10-ში რაღაც შემთხვევით ვიყიდეთ პატარა მიწა და მე აქედან დაიწყო ყველაფერი მე მთავარი აქ ის არის რომ შენ ხვდები აქ რო ხარ რომ იცი რა ისეთი სილამაზეა გარსემო ისეთი მუხტია ისეთი რაღაცა სიძველეებია ისეთი წინაპრის ძახილია რომ ეს შენ უნდა გაუზიარო სხვასაც და ამიტომ ჩვენი რაღაცა პროექტი თუ ამას პროექტი ქვია ჩვენი ცხოვრება უბრალოდ გადაიქნა იმათ რომ ჩვენ ვართ სხვებისთვის ამ სილამაზის დამნახველები და ამით ძალიან ამაყები ვართ იმიტომ რომ ბევრმა აღმოაჩინა ჩვენი მეშვეობით ატენი აქაური სილამაზე აქაური ბაღვენახი აქაური ძეგლები აქაური ღვინო და დღესაც ეხა სწორედ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენმა ბულგარელმა სტუმრებმა გაიარეს რომლებიც პირდაპირ ჩამოვიდნენ ქუთაისის აეროპორტიდან და იქ აღარ დარჩნენ და მოვიდნენ აქ და ვართ ესეთი შუა საქართველოს ფუნქციითაც ქუთაისიდანაც ჩამოდიან ჩვენთან რჩებიან რომ მე მოემზადონ და წავიდნენ თქვა კახეთში და სტეფანწმინდაში და გარეთში და დასათვალიერებლად ან პირიქით თბილისიდან იქ ნავალი უკვე და ცოტა დაღლილი ტურისტები ჩამოდიან აქ რომ 1-2 დღე ძალებ მოიკრიბონ მე შვანეთი ელოდებათ ხოლმე მე სამცხე ელოდებათ ჯავახეთი ელოდებათ და აქედან აი ესე შუაგზის ისა გვაქვს რა ქვია სულის მოთქმის ფუნქცია იგა თბილისიდან რამდენი უნდა თქვენამდე 100 კილომეტრია ზუსტად ხო ნელი სიარული საათი და 20 წუთში საათი და საათ ნახევარი სულ ბევრი ანუ შენ გაქვს guest house-ი, სადაც შეგიძლია სტუმრების დატოვება მიღება თავის კვებით, ყველაფრით. კი. რამდენ ადამიანზეა? ჩვენ ვართ 35 ადამიანის მიღება შეგვიძლია თავისუფლად. საოცრად გადასარევია. და თავისი კვებით, თავისი, რა თქმა უნდა, ღვინით, იმიტომ რომ ახლა ღვინო ერთ-ერთი შენი დღეს უკვე შენი ერთ-ერთი ის არის, ხო, პროფილია ფაქტიურად. ატენში იყო და მეღვინე არ იყო შეუძლებელია. ხო, თუ რა. ხო, ეს ატენური არის მოგეხსენება ჩინურის და გორული მწვანის და ეხა ბუდეშურის შევაშველეთ ეს ძველი ჯიში რომელიც საბჭოთა დროს ან შემცირდა, ეს სამი ჯიშის ფაქტიურად ერთობა არის ატენურის შემადგენელი და თავკვერი. აი ეს ოღონდ აქ ეხა მთელი ამბავი ის არის რომ პატარა ვენახებია მოგეხსენება ატენში ეს არ არის კახეთივით ჰექტრობით ჩვენ გვაქვს ესეთი ატენური მაგრამ სხვადასხვა ვენახის ანუ ეს არის სულ სხვადასხვა გემოები სულ სხვადასხვა სიმფონია სხვადასხვა აჰა აი არის რომ ატენური მაგრამ ზიზგულა ატენური მაგრამ კლდეების ვენახი ატენური მაგრამ მარნისპირა ატენური მაგრამ აი ეს ხევისპირა აი ეს თელი ეს სიმფონია ახლავს ატენურ ღვინოს რომ 20 მეტრია ხანდახან აი ატმიანი სვეძახით ვენახს და მარნისპირას 20 მეტრიც არ არის მაგათ შორის ის სხვა გემოა ეს სხვა გემო ის რომ რაღაც ეს ბიომრავალფეროვნება ისადგურებს ვენახში და ჯარისკაცივით გამწკრივებული ძირები არ არის კილომეტრზე გაჭიმული სადაც გათიბული ბალახის და იმის გარდა ვაზის გარდა არაფერი არ არის ხო, რა თქმა უნდა, თავის მრავალფეროვნებას მისცემს, თუნდაც ნიადაგიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქ ატმები იქნება თუ მაყვალი იქნება, ეხლა თქვა დასავლეთშიც მე რამდენადაც ვიცი, ევროპაშიც ეს ბიომრავალფეროვნება უფრო იძლევა მდიდარ გემოებს, ვიდრე ესე მონოკულტურის დიდ ფართობზე არსებული ბაღები ან ვენახები. ამიტომ აქ ეს ბუნებრივად არის, იცი? მაშინ ატენში აი სულ ერთმანეთთან არის გადაჯაჭული თუ რაღაცა შერწყმული ბუნების საჩუქრები, მათ შორის ვენახი. გზებზე გადმოსული ტალავერები და ხეივნები ცალკე სამოთხეა, იმიტომ რომ მართლა თან რა არის ის მარტო ჩემი კი არ არის, რაღაც საზოგადოებრივ საწყის თითქოს აკაური გლეხი და ეს აქ რომ მოდიხარ და ხედავ ამ გადასარევ დამფარავ ვენახებს და ხეივნებს და მიირთვით და ეს არის განსაკუთრებული. ხო ეს
ღელები ჩამომავალი ამ პატარა ხევებიდან თვითონ ტანა რომელიც ესე მიხვეულ მოხვეულია და ხანდახან ტანის პირას არის ეს ვენახები ხო ხან პირიქით იმ გავარვარებულ კლდეებში არის თვითონ ნიადაგი არის სულ სხვადასხვანაირი შეიძლება 10 მეტრში შეიცვალოს ხო იმიტომ გეოლოგია ძალიან მრავალფეროვანი ხა ჩვენ ქართლი ჩვენ რა ისეთ ობიუატელს ქართლი აქვს წარმოდგენილი გორის ტრასაზე რომ მიდიხარ და ეგ არაფერი არ ხდება ხო ამ დროს მარცხნივ შეუხვევ თბილისიდან რომ მოდიხარ და საოცრებებში ხვდები იქეთ ტრიალეთის ქედისკენ და მარჯვნივ გადაუხვევ და კიდევ უფრო მაგარ საოცრებებში ხვდები ხო რაღაცა ძალიან თავისებურია ქართლი არ არის რაღაც ის მარტო ის ველები ის ვაშლის ბაღები რომლებსაც ჩვენ ტრასიდან ხედავთ ხოლმე ამიტომ ძალიან ახლოს არის და სულ მოუწოდებ ხოლმე რა ანუ ახალგაზრდებს აღარ ჭირდებათ უფრო ბევრი დადიან უკვე მაგრამ თუნდაც ჩვენი ხნის ხალხი ჩემი ხნის ხალხი შენი ხნის ხალხი აი კიდეთ პატარა რაღაცა ჩააწყვეთ და წადით გაადით რამდენიმე დღე ერთის ღამეც რო გაათენოთ სადღაცა თქვა იგივე ნიკასთან იგივე ვიღაცასთან კარავში გაათენეთ ბოლო დეტოქსი მოხდება თქვენი ორგანიზმის ისე რომ 1000-ებს რო იხდიან ამ დეტოქსებში და რაღაცა დეტოქსია შენთან მოსვლა ახლა ჩემთვის არა ვარ მე ტოქსიკურ გარემოში შენი ვერ გარემოში ვარ მაგრამ მაინც ეხა ისეთი დიდი სიამოვნებით გავჩნდებოდი შენს გვერდით და 1-2-3 დღე ისე ვიქნებოდი როგორც არა მალე ვასო და შენ დაგაინტერესებს ეხა აქ არის ერთი გადასარევი მონასტერი წეროს მონასტერია ეხა სტატიას მოურჩი ამას წინათ ნუ გამოდის ესეთი კლარჯი ბაგრატიონებთან კავშირი გამოდის იქ აშოტ კურაპალატი რო აშენებს კლარჯეთში რაღაც თავის მონასტრებს და არტანუთში რაღაცას მოკლედ აქაც ატენი მათი იყო და რაღაცა კონტა ესეთი არქიტექტურული ძალიან ისეთი ისინი ჩდება და ბორიალობ ეხლა ამ წეროს მონასტრის გარშემო და ხედავ რომ რაღაცა კლდეზე არის რაღაც ვიფიქრე თავიდან კაცო ხო არ არის ეს მაშენებელი რომელიც დეკორს აკეთებს ტაძრისთვის და ამზადებს და რაღაც ნახევარ ფაბრიკატი ხო არ არის ამ დეკორის იმიტომ არის ესეთი სპირალური რაღაც გამოსახულებები ნახევარწრეები ესეთი არაჩვეულებრივი ვიფიქრე ეს თან მე-10 საუკუნეა ესეთი ექსპერიმენტების დროა ხო არ არის აი ეს რაღაცა სახელოსნოს ხო არ გადავაწყდი მეთქი და მოკლედ ვაჩხაკუნე იმას ვქენი ავიღე ასლი ისა და ბოლო ვაჩვენე გეოლოგებს მერე გავაგზავნეთ ბრიჯვოტერის უნივერსიტეტში ამერიკაში მე კიდე იქ რაღაც სადღაც ვაჩვენეთ და აღმოჩნდა რომ ზღვისჭიების ნავალი ხო არის ზღვისჭიებია მიხუდი დუღარე კლდეზე თუ იმაზე ამათ ხვანცალეს და ეს აღბეჭდილი მოვიდა დღემდე და სხვადასხვა მე ვიცი რომ ხშირად ყავს ხოლმე მაგალითად იგივე ენტომოლოგები ხო ანუ ძალიან მაღალი არის ბიომრავალფეროვნება ენტომოფაუნის ასე ვთქვათ წერების იგივე აი თელი ეხა ეგ საამაყო ამბავია უკვე 6 ექსპედიცია იყო აქა ღამე მუშაობენ სადგურები არის პატარა მარტივი ყაროებივით ესეთი განათებული შიგნით შედიან პეპლები და მე მთელი დღის სინათლეზე იმას ამუშავებენ და ორი ახალი სახეობა დაფიქსირდა მსოფლიოში რომელსაც ლონდონის ენტომოლოგთა ასოციაცია udasturებს და დაუდასტურა და ორივე არის აი ატენში აქ ჩვენთან აღმოჩენილი და მოკლედ ორი ახალი სახეობა შევმატეთ მსოფლიო პეპლების სახეობას ატენიდან ესეც არ არის პატარა ამბავი არაერთხელ მithქვამს რომ აი ნებისმიერ ჩვენს სოფელში რო აანთო ნატურა ღამით და მარტო იქ შეგროვებული მწერების სახეობები რო დათვალო აი მთლიანად ალბათ ევროპაში არ იქნება იმდენი საოცარი ბუნებრივი აი ეს ბიომრავალფეროვნების საოცარი სიმდიდრე გვაქვს შენ იმიტომ რომ და რატოა ეს სიმდიდრე იმიტომ რომ აქ ეხლა იცი შენ რომ ამ ინტენსიურმა კი არა ექსტენსიურმა სოფლის მეურნეობამ ფაქტიურად ნულზე დაიყვანა პარაზიტებთან ერთად სასარგებლო მწერებიც და ეხლა თითოეულ ფუტკარს დაძდევენ დღეს ახლა სანამ შენ დაიკავშირდებოდი უზარმაზარი მდედრი კრაზანა შემოფრინდა ხო და ეს კრაზა დავიჭირე ჭიქით ჩავსვი და გავსვი გარეთ აბა ჯერეთი არც მოკლავდი ხა მე ზოგადად არ ვკლავ ხო თუ კოღო არ იქნა და შენ არ დავაკალი ხელზე მაგრამ
ხო, ნუ აქ დიდი ჯარიმაა ჯერ ერთი, იმიტომ რომ ხო აი კრაზანა რომელიც ჩაულებრივია და აფეზარია, ხო? ტვინი მიაქოლმე თუ ხორცჭამი თუ მეტეს მწვაძე მოდიან და ისა ეხა აქ იმიტომ რომ ეს ყველა ეს მწერი არის დამტვერავი ჯერ ერთი. გერმანიაში ხა შენ ვასო და კიდე დაგაინტერესებს ეს ამბავი, ხა რამდენიმე გერმანელი ბიოლოგი ყავდა და მთელი ამბავი ეხა რა არის რომ მე-19 საუკუნეში საქართველოში და კავკასიაში ჩატარებული ექსპედიციების დროს, აი როცა საქართველო პუბლიკაციებში ჩდება და აქაური რაღაცების, მათ შორის ძეგლების სხვა შორის აღწერა ხდება და ჩანახატები თბილისის თუ რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცების, გერმანია ეცნობა კავკასიის და მათ შორის საქართველოს ამ ბიომრავალფეროვნების ამ ნაწილს და თესლი ჩამოდის გერმანიაში, რომლის რაღაცნაირი სელექცია ხდება კავკასიური გარემოდან, გერმანულ გარემოში და სულ მეუბნებიან ეს ჩემი მეგობარი ბიოლოგები, რომ აი ჩემი ბები, აი ჩემი დედა, სადაც ჰამბურგთან თუ კოლნთან თუ რა ვიცი მე ფრაიბურგთან რაღაცას რწყავს და ეზოში უვლის ყვავილებს, ამ ყვავილების მშობლები სწორედ აი აქ არიან და მან ხედავს მათ შორის ატენში და ეგ ძალიან მოქმედებს, აი ამ რაღაცა ესეთი კულტურული ხიდი გამოდის თუ ბუნებისმიერი ხიდი გამოდის დასავლეთს ამ შორის გერმანიასა და საქართველოს შორის და ეგეც კიდე ცალკე საკვლევი ამბავია და ეგეც რაღაცა კარგი ზოგად ევროპული რაღაცასავით არის რა. აი სწორედ მაგას ვიკვლევ ახლა, იმიტომ რომ კონფერენცია урბანული გამწვანების თბილისში ტარდება, ამდენიმე დღე ჩამოვდივარ და სწორედ აი ჩემი თემა არის კავკასიური ფლორის ელემენტების გამოყენება გერმანიის ქალაქების გამწვანებაში. უამრავია ნიგად. წყავიდან დაწყებული, წყავი, ჭყორი, თაგვისარა, ეს როდოდენდრონები არის ზოგადად ჰამბურგისთვის დამახასიათებელი კავკასიის სხვადასხვა წერტილებიდან სხვადასხვა როდოდენდრონები. ვიპოვეთ ძალიან საინტერესო ადგილები გარშემო. მე ეს საინტერესო ადგილები როგორც წესი ძველ ნაბილი კარებზე და ნაგზაურებზე არის. მე ესენი ვიპოვეთ, მე ესენი გავწმინდეთ, მე დავშვით რუკაზე, მე აუგეგმეთ ამ სხვადასხვა აპლიკაციით ეს ბილიკები, დავბეჭდეთ ეს და ფაქტობრივად ჩვენთან რო ჩამოდის უცხოელი, აი მაგით არის მოცული, დადის ამ ველურ ბუნებაში დანიშნულ ბილიკებზე და ეხა დღესაც სადღაც წასულები არიან ჩემები საღამომდე იქ დაიკარგებიან. ანუ ატენში რო ჩამოდიხარ, აი ამ ესეთი სხვადასხვა ზონა 1 საათში შეგიძლია იმაში ახვიდე. ამის არის სუბალპიურში, ხო? და ისეთი ხედები იშლება, უღრანი ტყე გინდა თუ სავენახე მინდვრები გინდა, ყველაფერი ერთად არის. ხო და აი ეგ მაგის ფასი რო იცის ევროპელმა და ბუნების ფასი რო იცის ევროპელმა, ეს კარგად ეთანადება ჩვენი რაღაცნაირი შინაგანი შეთავაზება მაცას. ხო და რა ვიცი, მაგით უყვართ ატენი კიდე ჩვენ სტუმრებს დამატებით. ნიკა და შენ მითხარი რომ მასწავლებლობდი ატენში და ესა და აი ახლა რაღაც საგანმანათლებლო პროგრამები არ გაქვს თქვა აი იგივე აი ჩემი შვილიშვილები მაგალითად 12 და 13 წლისები არიან და ნუ ძალიან აინტერესებთ ეგეთი რაღაცეები თქვა აი თუ არის შენთან ასეთი მსგავსი. იცი რა, არარეგულარულად, მაგრამ გვაქვს რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ მუზეუმიც გავაკეთეთ თუ ასო, ვირტუალური მუზეუმია მთელ ხეობაზე, მთელი ეს ჩვენი ყვავილები, ეს პეპლები, ციხესიმაგრეები, ძეგლები, ატენისიონის ფრესკები, აგებული გვაქვს მთელი ხეობა და შეგიძლია ქვიშაში შენ თვითონ მასკნა რა ქვია, გაერკვიო ამ ორიენტაციაში, სიმაღლეებში, ჰიდროქსელში, რომელიც ძალიან მდიდარია ატენი. ხო და ეს საგანმანათლებლო და ერთი პატარა საგამოფენო დარბაზიც გვაქვს სხვა შორის, სადაც ეხა გამოფენილი მაქვს ჩემი მეგობარი ზაქარია არის ძალიან კარგი ჭელიძე, კარგი ფოტოგრაფი და შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ფოტოებია. ხო და ეგ საგანმანათლებლო პლასტი აქ არის ძალიან ისეთი რა, არსებითი რაღაცა. ამიტომ როცა განსაკუთრებით უყვართ ხოლმე იმ ბავშვების ჩამოყვანა, ვინც უცხოეთში არიან, იქ დაბადებულები არიან და საქართველოს უნდათ ქართველებს რო კიდე უფრო რაღაცა შიგნიდან გააცნონ და ეს ხალხი სულ ჩამოდის. ისე არარეგულარულად, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ, მაგალითად ფერებს ვამზადებთ ხოლმე ბავშვებთან ერთად, მაგალითად ხატავთ რაღაცა ჩვენ კრამიტის ნამსხვრევებს, რომელიც სუვენირებად მიაქვთ მერე,
მაგალითად აქ ლოდებზე ხატავენ როგორც ანიკონ მხატვრობას როგორც ატენის სიონშია, შვილდისრებს ისვრიან როგორც თვითონ ატენის სიონის რელიეფებშია. აი ესეთი კი, ბავშვების გამამდიდრებელ საგანმანათლებლო რაღაცეებისთვისაც არის ატენი და აი მთავარია მოვიცალოთ და მაგის ის კონდეს რაღაცა ხალისი ადამიანებს რომ ეგეთი რაღაცეები ვაკეთოთ. ის რასაც საქართველოში თუნდაც თბილისის შემოგარენში ნახავს ადამიანი, აი ზუსტად ნახევარ საათში გავა და მოხდება სრულიად სხვა სიტუაციაში. ხო, კიდე საათ ნახევარში მოხდება თქვა შენთან და შენთან საოცრებები სხვა გადავა ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ქართველებს და საქართველოს რაღაცა საოცარი მიწა დაგვჭა მართლა ამ პატარა მოკუსკუსებულ ადგილას ყველანაირი ლანდშაფტი გვაქვს აბსოლუტურად იარეთ ხალხო იარეთ ახლა დაიწყო ზუსტად წინ გაქვთ რა ვიცი 7 თვე რა ფაქტიურად სასიარულო და მე თუ მკითხავს ზამთარშიც კარგად შეიძლება სიარულო ძალიან ამიხარია იცი ეროვნულმა არქივმა ძალიან დამიჭირა მხარი და მთელი ჩემი ფოტო არქივი ეს არის ასობით ნეგატივი ალბათ თუ მეტი არა მე მაგის თავი არ მქონდა რომ ის დამესკანერებინა 10 ციფრა და მიწელი მოვანდომეთ ამ ერთობლივ იმას და ეხლა მე იმას ვამთავრებ დღიურების აკრეფას და ეხლა ამას შევაჯერებთ და ფოტო და ტექსტი იქნება ერთად და რაღაცნაირი საძიებო სისტემა შეიძლება ეს იყოს რაღაცა ანბანურად დაალაგდეს ნუ ნახოთ მაგაზე ეხლა მუშაობთ და ატენური G არის ჩვენი საიტი ატენური G ხო ამის აღწერაში იქნება ასე რომ პირდაპირ დააჭერენ მაყურებლები და გადმოვლენ შენს თქვენ საიტზე და იმედია ბევრი სტუმარი აქედან ჩემგანაც გეყოლები მართლა ძალიან საინტერესო იყო და ჩამოვალ თუ არა პირველი შენთან ვარ იმიტომ რომ ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი ჯერეთი თქვენი წარმატების ფორმულა მაინტერესებს ის რომ აი რანაირად კი გითხარი მაგრამ მე უფრო დაწვრილებით გამოკითხავ და ჩვენ კიდევ მოგვიწევს ერთი ვიდეოს გაკეთება მანდ უკვე ადგილზე და მაქსილამაზეების ჩვენება და რა ვიცი მე მინდა წარმატება გისურვო ბევრი სტუმარი მე იმიტომ რომ რა შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს პროფესიონალისგან გაიგოს საქართველოს შესახებ მისი მნიშვნელობის შესახებ მისი ძეგლების და მისი ბუნების შესახებ დიდი მადლობა ნიკა. დიდი მადლობა, ვასო, უდიდესი მადლობა და მოკითხვა სიყვარულით და გელოდებით. აუცილებლად გეწევით. კარგად. აფანდის დიდი მადლობა.